ფინანსთა მინისტრის მოადგილე. მოგესალმებით ბატონ მიხეილ, მადლობა მოგზადებისთვის. ვიდრე ამ კანონზე, მოქმედ კანონზე და დამდგარ შედეგებზე ვისაუბრებთ, საუბრის დასაწყისში მინდა გავიხსენოთ ის გარემოებები, ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც უძღოდა ამ კანონის მიღებას წინ. მაშინ, როდესაც პროექტი განიხილებოდა პარლამენტში, კეთდებოდა განცხადებები ოფშორებში საქმიანობის გართულების შესახებ, რომ იყო მეტი გამჭვირვალობის და გადასახადების მოთხოვნა და გაძლიერებული იყო ოფშორებიდან გასვლის ტენდენცია. რომ გავიხსენოთ ეს პერიოდი, რა გარემოებები, რა ფაქტორები და რა ვითარება უძღოდა წინ ამ კანონის მიღებას, რატომ დადგა მისი აუცილებლობა. დიდი მადლობა მოწვევისათვის, საინტერესო თემის გაშლისათვის. მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ბიზნეს ორგანიზაცია შემოვიდეს საქართველოში, დააფუძნოს ორგანიზაცია, გადმოიტანოს კაპიტალი ადგილობრივ მესაკუთრეობაზე დაფუძნებულმა ბიზნესმა ოფშორიდან საქართველოში, რომ ეკონომიკა განვითარდეს და წინ წავიდეს. და პროცესები, რომელიც წინ უძღოდა ამ კანონის მიღებას, იყო კომპლექსური. თავდაპირველად, როცა ოფშორები შეიქმნა ჩამოყალიბდა, მისი მიზანი იყო, რომ ნაკლები ბიუროკრატიით, დაბალი გადასახადებით, მცირე პროცედურებით შესაძლებელი გამხდარიყო ბიზნეს ოპერაციების წარმოება და ბევრი ორგანიზაცია, ბიზნესმენი ოფშორში ეწეოდა საქმიანობას, ეწევა დღესაც საქმიანობას და განვითარდა ეს მიმართულება. მაგრამ შემდგომ სხვა კორპორატივისტულმა ძალებმა, რომელსაც ძალაუფლება მოიპოვეს მსოფლიოს მასშტაბით, რომელსაც deep states, ომის პარტიას თუ სხვა ტერმინებით ვიცნობ ჩვენ საქართველოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში აქტიურად საუბრობენ ამაზე, გარკვეული გავლენები მოახდინეს ოფშორ ზონებზე, ისე გლობალური მასშტაბით, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებზეც კი ძალიან დიდი მასშტაბით და შესაბამისად უკვე ოფშორები არ გახდა ისეთი უსაფრთხო ზონა ბიზნესისათვის, როგორც აქამდე იყო და მნიშვნელოვნად დაიწყო ოფშორიდან კაპიტალის გადინების პროცესი. ეს ამ პროცესში, როდესაც ოფშორიდან შეიძლება კაპიტალი გავიდეს და დაიწყოს დაფუძნება სხვა ქვეყანაში, ქვეყანამ უნდა შეარჩიოს სწორი დრო, სწორი მომენტი და უნდა შექმნას საფუძველი უსაფრთხოდ ფულის გათეთრების რისკების აბსოლუტური გამორიცხვით შეძლოს და მოიზიდოს კაპიტალი ოფშორიდან, რატომ? რომ განვითარდეს ეკონომიკა, დაფუძნდეს საწარმო, გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი და საუბარია რაზე? ოფშორების კანონმდებლობაში ადგილობრივ მესაკუთრეობაზე დაფუძნებული ბიზნეს კორპორაციების მხრიდან ადგილობრივ მესაკუთრეობაზე დაფუძნებული ბიზნესის მიერ ოფშორში არსებული კაპიტალის გადმოტანაზე საქართველოში. არა გაურკვეველი წარმოებლობის კაპიტალისა, არამედ ადგილობრივ მესაკუთრეობაზე დაფუძნებული, სადაც გაცხადებული ეკონომიკური საქმიანობა, ვინაობა, აქტორები ცნობილია და გაცხადებულია სახელმწიფო საზოგადოების წინაშე, მათი გადმოტანა, რომ მინიმუმზეც გამოირიცხოს აბსოლუტურად ფულის გათეთრების რისკები და ქვეყანას მიეცეს მეტი კაპიტალური განვითარების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომაც ეს კანონი იყო ძალიან დროული და ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარებისათვის. რაც ეხება თავად კანონის მოქმედების ზოგად პრინციპებს, რა რისკების განაზღავს ის ბიზნეს და აქვე რომ ვისაუბროთ იმაზე, რა არგუმენტებით შეაფასა ეს კანონი დადებითად მანივალმა. დიახ, მანივალმა შეაფასა დადებითად, სკრუპულოზულად ძირფესვიანად შეისწავლა პროცესი აბსოლუტურად. ყველა პროცესი კანონმდებლობარი აქტები, მასთან დაკავშირებული მთელი რეგულაციები და მივიდა დასკვნამდე, რომ ეს კანონი არის საერთო სტანდარტების შესაბამისი და საბოლოო დასკვნა წლის ბოლოს 2024 წლის დეკემბერში რაც გამოაქვეყნა მანიმალურად, ეს არის უმაღლესი ორგანო ფულის გათეთრების კუთხით შემფასებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყო, რომ საქართველოს განიცადა პროგრესი ფულის გათეთრების წინამდე ბრძოლის მიმართულებით. ანუ ყველა კანონის, მათ შორის ამ კანონის სკრუპულოზული განხილვის საფუძველზე მიიღო ეს შეფასება და ამ კანონთან დაკავშირებით სპეციალური წერილი აქვს გამოგზავნილი საქართველოსთვის, რომელიც შესაბამისად მიეწოდათ საერთაშორისო ინსტიტუტებსაც. ანუ ერთი ეჭვიც კი არა იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ამ კანონს რაიმე რისკი შექმნას ფულის გათეთრების ან ფინანსური დანაშაულის ან რამე დანაშაულის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. პირიქით კანონი არის ისეთი, რომ შექმნას ნოყიერი ნიადაგი ეკონომიკური საქმიანობის წარმოებისათვის და ეკონომიკური განვითარებისათვის. სწორედ ამიტომაც მიღებულმა კანონმა ბუნებრივია ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამაზეც ვისაუბრებთ აუცილებლად, მანამდე მინდა აი ბიდრე სარგებელზე გადავალთ, გითხრათ და აგვიხსნათ მაყურებელს, აი რას კარგავდა მაგალითად საქართველოს სახელმწიფო, როდესაც მის მოქალაქეებს ჰქონდათ კომპანიები ოფშორ ზონაში და არ მოქმედებდა ასეთი ტიპის კანონი. მადლობა. თუ კი ადგილობრივ მეწარმეებს აქვთ თავიანთი აქტივები ოფშორ ზონებში, აქვთ კაპიტალი. თქვათ რომელიმე საწარმო ქარხანა, წარმოებების ობიექტი, კაპიტალური ობიექტი უცხოეთში, ბუნებრივია ის უცხოეთის იმ ქვეყანას ასარგებლებს, იმ ზონას აძლევს სარგებელს და არა ქვეყანას ხო საქართველოს. შესაბამისად, მისი სარგებლობა საქართველოსთან მიმართებით არის ნულოვანი. მაგრამ როგორც კი მოხდება ამ კაპიტალის გადმოტანა საქართველოში, ეს ნიშნავს
უფრო მეტ რესურსებს, უფრო მეტ ეკონომიკას, უფრო მეტ დასაქმებას, უფრო მეტ წარმოებას საქართველოში, რაც პირდაპირ აისახება დასაქმებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, აისახება ფინანსურ ძლიერებაზე ქვეყნის, რეპუტაციულ გაძლიერებაზე და ასე შემდეგ. ანუ გარდა სარგებლისა კაპიტალის გადმოტანით სხვა პროცესი, ნაკლოვანი პროცესი არ არსებობს. ხო, აი ხა, როცა სარგებელზე საუბრობთ, საინტერესო შედარება. თქვენ მიერ გამოქვეყნებულ წერილში თქვენ დღეს ხაზს გაუსვით იმას, რომ ის ერთჯერადი შეღავათი, რომელსაც კანონი უწესებს მოქალაქეს ოფშორებიდან საქართველოში კაპიტალის გადმოტანისას, არაფერია იმასთან შედარებით, რა სარგებელსაც მიიღებს ქვეყნის ეკონომიკა მომდევნო წლების განმავლობაში. აი ეს სხვაობა, აი მაგალითად როგორ შეიძლება დავინახოთ რიცხვებში? მაგალითად წარმოვიდგენთ თქვა 1 მილიარდი დოლარი არის საზღვარგარეთ ადგილობრივი მესაკუთრებაზე დაფუძნებული რომელიმე ოფშორ ზონაში არსებობს რომელიმე ობიექტი, რომელიც საწარმოო დანიშნულებისაა და გადაწყვეტა ადგილობრივ მეწარმემ მის გადმოიტანოს საქართველოში. ხო? რამდენსაც გადმოვიდათ, იმდენ ზუსტად იმდენით გაიზრდება მათემატიკური თვალსაზრისით საქართველოს ეკონომიკა, მაგრამ დასაქმებისა და მისი კულტივაციის დროს მრავალგზის და გეომეტრიული პროგრესით იზრდება ეკონომიკური სიმძლავრე. მაგრამ თუ გადმოტანა არ მოხდება, ეფექტი დარჩება ნულოვანი. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვაძლევთ სტიმულს, რომ გადმოტანის დროს თავისუფალი ხარ გადასახადისგან, ის არ ნიშნავს, რომ გადასახადისგან თავისუფალია ზოგადად და ეკონომიკური საქმიანობის დროს გადასახადს არ გადაიხდის. სრულად გადაიხდის ყველა გადასახადს, მაგრამ გადმოტანის მომენტში არა, რომ გადმოიტანოს და აქ გააგრძელოს საქმიანობა. ამით დაცულია უსაფრთხოების რისკები, ფულის გათეთრების რისკები და ამით ნარჩუნდება ის სტიმული, რითაც უნდა იხელმძღვანელოს მეწარმემ გადმოიტანოს საწარმო და საქართველოში აწარმოოს ეკონომიკური საქმიანობა. გვაქვს თუ არა ჩვენ მონაცემების შესახებ რამდენად ისარგებლა ამით ან რამდენმა კომპანიამ? ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ უნდა გქონდეს წლის ბოლოსადმი, რატომ? როცა დაიწყო კანონი, როცა შემუშავდა, შევიდა ძალაში, ბუნებრივია ჭირდება პროცედურული თვალსაზრისით კორპორაციის ხელმძღვანელებს, მეწარმეებს გააზრება და პროცედურების გავლა იმისათვის, რომ გადაწყვეტილება მიიღონ გადმოტანასთან დაკავშირებით. მოაგონო პროცედურული საკითხები, რომელიც დაახლოებით რამდენიმე თვეზე გრძელდება და ბუნებრივია 2025 წლიდან უნდა დაიწყოს უფრო აქტიური ტემპი. შეიძლება იქამდე დაწყებული იყო. თუმცა, როდესაც მეწარმე ამას განახორციელებს, გადმოიტანა, შეიძლება შეღავათის შესახებ განაცხადოს მოგვიანებით, როდესაც დასაბუთებას და დოკუმენტაციას წარმოადგენს. ასე რომ, შეღავათის მიღების დროს, როდესაც განცხადება იქნება წარმოუდგენელი, ამ დროს დაითვლება თქვა წლის ანალიტიკური შედეგი, ამ დროს შეგვიძლია ვისაუბროთ ციფრებზე და მის შემაჯამებელ მაჩვენებლებზე. ასე რომ, იმისათვის რომ შევაჯამოთ ეფექტი, ამისათვის საუცხოელია რომ 2025 წლის შედეგებს დაველოდოთ. თუმცა ის ფაქტი რომ 2024 წელს ჩვენ თითქმის ორნიშნე ეკონომიკური ზრდა გვაქვს, შესაძლოა განპირობებული იყოს იმითაც, რომ გარკვეულმა ბიზნეს წრეებმა გადაწყვეტეს და გადმოიტანეს უკვე კაპიტალი საქართველოში ამ მიმართულებით. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ვინ ისარგებლებს შეღავათით დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე და ასე შემდგომ გაირკვევა მინარე თვეების და წლის განმავლობაში და საბოლოო პასუხი ამასთან დაკავშირებით შემაჯამებელი ჩვენ წლის ბოლოსთვის უნდა გქონდეს. და განსაკუთრებული აჟიოტაჟი ამ დღეებში და ბრალდებები მოხდა ამ თემას, რომ თითქოს ბიძინევენიშვილმა ისარგებლა არსებული კანონით და მან საქართველოს ბიუჯეტს თანხა დააკლო აი ეს რომ აგვიხსნათ ის რას მოყვა ეს ბრალდებები და კანონი არის ინკლუზიური, ეხება ყველა მოქალაქეს, ყველა პირს, ყველა ორგანიზაციას, ნებისმიერს. ყველა შეუძლია ვინც მოხვდება ამ რეგულაციის ჩარჩოში, უბრალოდ ამ შეღავათის ჩარჩოში, ვინც გადაწყვეტს, რომ თავისი კაპიტალი გადმოიტანოს, ეხება ყველას, არავის გამორჩევით, არავის ექსკლუზიურად, ყველას ინკლუზიურად. შესაბამისად, ეს არის აბსურდი, რომ რომელიმე ერთ მოქალაქეს შეიძლება ქონდეს სარგებლობის შესაძლებლობა და სხვას არა. და მეორეც, თუ კი ბიძინევანიშვილი, ანუ ნებისმიერი ადამიანი ისარგებლებს კანონიერი შეღავათით, დაისარგებლოს და იმისთვისაა კანონი, რომ შესაბამისად სხვადასხვა პირებმა მიიღონ გადაწყვეტილება ისარგებლოს შეღავათით, გადმოიტანონ კაპიტალური აქტივი და მოახმარონ ის ქვეყნის განვითარებას. ასე რომ, რაც უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს ამ კანონით და განავითარებს ქვეყანას, უფრო უკეთესი იქნება ქვეყნისათვის და ჩვენთვის. აი რომ შევაჯამოთ რა კი ბრალდებებზე ვსაუბრობთ, ამ ბრალდებებს რომ გავყვეთ, ეს მარტო ბოლო დღეების განმავლობაში არ ყოფილა, კანონის მიღების პროცესშიც იყო, პოლიტიკურ ნიადაგზე წარმოთქმული ბრალდებები. აი რას ეფუძნება შენიშვნები, რომ ამ კანონის ხდება გადასახედებიდან თავის არიდება და ფულის გათეთრების შესაძლებლობა. რა მექანიზმებია ჩადებული პრევენციისთვის? თქვენ რამდენჯერმე გაუსვით ხაზის საუბარში, რომ გამორიცხავს ფულის გათეთრების აი ამ რისკებს. აი რომ ამით დიახ, პირველ რიგში მანუალ ევროპის საბჭოს კვალიფიციურმა უმაღლესმა ორგანომ სოფლიოში დაასაბუთა და ვერდიქტი დადო, რომ ეს კანონი არანაირ საფრთხეს არ უქმნის ფულის გათეთრების რისკებს, პირიქით საქართველოს პროგრესიანიცა და მის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ეს ერთი. შემდგომ აქ საუბარია იმაზე, რომ ეს არის ადგილობრივ მესაკუთრეობაზე დაფუძნებული კაპიტალის განმოტანის პროცესი და არა გაურკვეველი წარმოშობის კაპიტალისა.
რომლის უკან ვინ შეიძლება იდგეს, არ ვიცოდე და თქვა დანაშაულებრივი ან ტერორიზმთან დაკავშირებული, ან სხვა პროცესებთან დაკავშირებული საკითხი იყოს. ეს არის ადგილობრივ მესაკუთრეობაზე დაფუძნებული პროცესი და შესაბამისად გამჭვირვალე და ცხადი სახელმწიფოს წინაშე. ნულოვანი რისკის. როდესაც ფულის გათეთრებისა და დანაშაულის რისკი არის ნულოვანი, როდესაც სარგებელი არის აბსოლუტური 100%-იანი, როდესაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ხავს უთმობს, რომ ესაა კარგი, არანაირი რისკის შემცველი, კრიტიკა კარგავს აზრს და დადის აბსურდამდე. ეს არის აბსურდული ბრალდება, რომელიც გაქარწყლდა მანიუალის და ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებისა და შესაბამისი წერილის საფუძველზეც კი, რომელიც ახლა მოგახსენეთ. დიდი მადლობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა გახლდათ დღის ქრონიკის სტუმარი.